მე ვარ ავტოკაცივაძე 11 წლის. ვსწავლობ 25 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციას. ეს პოზიცია იმიტომ ვარჩევ, მარცხენა შეტევა მიყვარს და კვარაცხელია. ჩემი თავარი მოვალეობა გოლების გატანა. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 105 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. შოვინა დავაწყე ჯარიმა და ცხრიანში გავიტანე გოლი. მე კარი გადახტა, მაგრამ ესე კარგად დავაწყე რომ ვერ აიღო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსაცდელი მაქვს თამით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 11 ნომრით. მე 7 წელსო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ჯარისკაცი. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მოჭიდავე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბაჩო დიასამიძე. ყველაზე მშვიდია დემეტრი ფუტკარაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მაგდა შავაცი. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. ჩემ შეყვარებული არ მყავს, იმიტომ ფეხბურთის კარიერა მინდა რომ ავაწყო. სულსა მე ვიყავ იქნები 24 წლის. შვილებს და ვარქმევ ჯეკოს და ნიცას. ჩემს სულს და ვარქმევ მარის. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია რუსუდან ბოლქვაძე. იმიტომ რომ მხიარულია, მეგობრულია და კარგად ხსნის გაკვეთილს. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან გამომიქცა ხო საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებია, ჩემი და დედიკო. ჩემი და 10 წლის და ქვია სესილი. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და პლანჭია გოგო. ჩემი აზრით სესილიმ გაიზრდება გამოვა მოცეკვავა. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ბებია არის მხიარული, საყვარელი და საქმიანი. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული ხაჭაპური და დედიკოს გაკეთებული პიცა. ჩემი ცოლი ყველაზე გმირად გააკეთებს соуს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ლაბირინთში მორბენალი. ჯადოსნური ძოხი რომ მქონდეს, გავაცოცხებდი მამიკოს და ვიქნებოდი მანქანების კოლექციონერი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედიკოსთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. ბედნიერება არის საქართველოს ნაკრებში გამოძახება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.